გადავშალოთ ბიბლია. რიცხვი მე-20 თავი. ვკითხულობთ ნაწყვეტს საღვთო წერილიდან. მე-7 მუხლიდან. მე-12 მუხლამდე. რიცხვი მე-20 თავი. მუხლები 7-12. და უთხრა უფალმა მოსეს: აიღე კვერთხი და შეკრიბეთ თემი შენ და აარონმა, შენმა ძმამ და უთხარით კლდეს მათ თვალწინ და მოგცემთ ის თავის წყალს და ასე გამოუდენ მათ წყალს კლდიდან და ასვი ამ შენს თემსა და მათ პირუტყს. დაიღო მოსემ კვერთხი, რომელიც იყო უფლის წინაშე, როგორც მან უბრძანა. და შეკრიბა მოსემ და აარონმა კრებული კლდესთან და უთხრა მათ: ისმინეთ ურჩებო, ამ კლდისაგან ხომ არ გამოგიდინოთ წყალი? და აღმართა მოსემ ხელი და დაჰკრა კლდეს თავისი კვერთხი ორჯერ. და წამოვიდა უხვად წყალი და სვა თემმა და მათმა პირუტყმა და უთხრა უფალმა მოსეს და აარონს: რადგან არ მერწმუნეთ მე, რომ გამომეჩინა ისრაელის ძეთა თვალში ჩემი სიწმინდე, ამიტომ ვერ შეიყვანთ ამ კრებულს იმ ქვეყანაში, რომელიც მათთვის მაქვს მიცემული. ეს არის უფლის სიტყვა. ვილოცოთ. უფალო ღმერთო, მადლობა შენი სიტყვისთვის, რომელშიც გვაქვს სინათლე და წინამძღოლობა. შენი სულის მადლით მოგვანიჭე, რათა ჩავწვდეთ შენი სიტყვის ჭეშმარიტებას. რათა უფრო მეტად მივენდოთ შენ სიბრძნეს, ვიდრე ჩვენს ბჭობას. მოგვეცი, რათა ვერწმუნოთ შენს ძეს. ერთადერთს, ვინც საკუთარი თავი შეწირა ჩვენთვის. ამ რწმენით საუკუნო სიცოცხლე დავიმკვიდროთ და ეს რწმენა გაუზიაროთ სხვებს. გევედრებით იესო ქრისტეს მიერ. ამინ. სევდიანი ნაწყვეტია. დამეთანხმეთ. ძალიან სევდიანი. ამდენი განსაცდელის, სირთულის, წინააღმდეგობის შემდეგ მოსე და აარონი მისი ძმა მოიქცნენ ღვთის გულის წყრომაში, იმდენად, რომ უფალმა განაჩენიც გამოუტანა მათ, რომ არ შესულიყვნენ კურთხეულ აღთქმულ ქვეყანაში. ნეტარი თეოდორიტე კვირელი, რომელსაც უწოდებენ უკანასკნელ დიდ ანტიოქიელ ეგზეგეტს, ანუ განმარტებელს, აგრეთვე მართლმადიდებლობის ურყევს სვეტს, საკითხს შემდეგნაირად აყენებს. რატომ, ამბობს ეკლესიის მამა და მოძღვარი, გაუწყრა ღმერთი მოსეს და აარონს? რატომ? რატომ გაუწყრა? რატომ განურისხდა ღმერთი მოსეს იმდენად, განარა ჩაიდინა ამისთანა, რომ განაჩენი გამოუტანა? თქვენ იცით, რომ მოსე
შემდეგ ევედრებოდა კიდეც ღმერთს, რომ მას გადაეფიქრა თავისი გადაწყვეტილება, მაგრამ უფალმა არ მიიღო მისი თხოვნა. ღმერთმა განაჩენი გამოიტანა საბოლოო ვერდიქტი, რომელიც აღარ ექვემდებარებოდა შეცვლას. და მან თქვა, რომ თქვენ ვერ შეიყვანთ ამდენი განსაცდელი, ამდენი სირთულე ეგვიპტეში, ამდენი სასწაული მოახდინა მოსემ, სასწაული მოახდინა აარონმა. დიდებული გამოსყიდვა. და ასეთი განაჩენი. ძალიან სევდიანი ნაწყვეტია. უფალმა თქვა, თქვენ ვეღარ შეხვალთ, თქვენ ვერ შეიყვანთ ამ კრებულს, იმ ქვეყანაში, რომელიც მათთვის მაქვს მიცემული. მე მივეცი მათ, მაგრამ თქვენ იქ ვერ შეხვალთ. სიამდვილეში მხოლოდ ორი ადამიანი შევიდა. ორი ადამიანი. დიდი მოსე რჯულმდებელი, კაცი, რომელიც ღმერთს პირისპირ ესაუბრებოდა, კაცი, რომელმაც 10 მცნება ჩამოიტანა მთიდან, ის ღვთის სიმხელა გულისწყრომის ქვეშ აღმოჩნდა, რომ ვერ შევიდა აღთქმულ მიწაზე, აღთქმულ ქვეყანაში. დაუბრუნდეთ ნეტარი თეოდორი ტეკვირელის შეკითხვას, რომელიც ამბობს, რატომ განურისხდა მეუფე ღმერთი მოსეს და აარონს? რატომ? მიჩნეულია, რომ ეს ნაწყვეტი ჩვენ მოგვითხრობს მოსეს სამგვარ საქციელზე. უარყოფით საქციელზე. სამგვარ საქციელზე. მოსე, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში მუდმივად ემსახურებოდა ღმერთს, რომელიც გამოირჩეოდა უბადლო მოთფინებით. მან ჩაიდინა ძალიან სერიოზული სამი საქციელი. ასე არის მიჩნეული, ასე განიხილება. ერთი, ის განრისხდა. მეორე, მან წარმოთქვა არასათანადო სიტყვები. და მესამე, იმოქმედა არასათანადოდ. იმოქმედა თვითნებურად. სამი რამ. მოდით დღეს ჩვენს საუბარში მოკლედ განვიხილოთ მოსეს ეს სამი საქციელი, რაც მან გამოავლინა ჩვენ მიერ წაკითხული ტექსტიდან. სამი საქციელი. არასათანადო ემოცია, არასათანადო სიტყვები, არასათანადო საქციელი, ქმედება, საქმეები, საქმე. ემოცია, სიტყვა და საქმე. ხშირად ჩვენ საქციელს ვავლენთ სწორედ ამ სამი გზით. ემოციით, სიტყვით და ქცევით, ქმედებით, საქციელით. არასათანადო ემოცია, განრისხება, არასათანადო სიტყვები. ნეტარი თეოდორი ტეკვირელი ამტკიცებს, რომ ეს იყო ეჭვის სიტყვები, ანუ ურწმუნოების სიტყვები. და არასათანადო მოქმედებები,
იგულისხმება თვითნებური მოქმედება. თვითნებური მოქმედება ეჭვით გაჟღენთილი სიტყვები და რისხვით ახსავსე ემოციები. ემოცია მრისხანებით ახსავსე სიტყვა წარმოთქმული რწმენის გარეშე ეჭვით და ქმედება, რომელიც შეფასებულ იქნა როგორც თვითნებური მოქმედება. რაც შეეხება პირველს, ემოცია. ექვთიმე ზიგაბელი, ცნობილი საეკლესიო ეგზეგეტი, განმარტებელი, ღვთისმეტყველი, ბიზანტიელი, მე-11-მე-12 საუკუნეების ძალიან პოპულარული და ცნობილი განმარტებელი საღვთო წერილისა, თავის განმარტებაში ფსალმონთა წიგნზე ამბობს, რომ მოსემ ხალხს მიმართა გაბრაზებული. მისი მიმართვა იყო მრისხანებით ახსავსე და მოურიდებელი. რისხვა. რატომ იყო გაბრაზებული ასე მოსე? რამ გააბრაზა? რა იყო გასაბრაზებელი? თუ ჩვენ აი ამ თავს პირველი მუხლიდან წავიკითხავთ და გავითვალისწინებთ სხვადასხვა გარემოებებს, შეგვიძლია დავასახელოთ სულ მცირე 3 მიზეზი, რატომ შეიძლებოდა მოსე გაბრაზებულიყო. განრისხებულიყო აი ასე. პირველი ტრაური. მე-20 თავის პირველ მუხლში წერია, რომ მათ და გარდაეცვალათ. რა ერქვა დას? მოსეს დას. მირიამი. მირიამი იყო ძალიან ღვთისმოსავი ქალი. მირიამი იყო ადამიანი, რომელმაც თავის დროზე მოსე გადაარჩინა. გახსოვთ? პატარა მოსე. უფროსი იყო მოსეზე. მირიამი იყო ქალი, რომელიც თავში ჩაუდგა გუნდს, გალობელთა გუნდს. როდესაც ისრაელიანებმა გადალახეს წითელი ზღვა და გამარჯვებულები, გადარჩენილები, გამოსყიდულები გამოვიდნენ ნაპირზე. გვახსოვს ხო მირიამი? კი, ის აგრეთვე საღვთო წერილში მოხსენებულია როგორც მთავარი მონაწილე წინააღმდეგობისა მოსეს მიმართ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მირიამი არ იყო ღვთისმოსავი, დაფასებული და აღიარებული. მცირე წინასწარმეტყველებში ის მოხსენიებულია როგორც ერთ-ერთი ლიდერი ღვთისერისა, რომლის საშუალებით ღმერთმა ისრაელიანები გამოიყვანა. ხედავთ? მირიამზე ვსაუბრობ. მათ გარდაეცვალათ და წარმომიდგენია, როგორი თბილი გრძნობები უნდა ჰქონოდა მოსეს მირიამის მიმართ. მიუხედავად იმ კონფლიქტისა, რომელიც დატრიალდა მოგვიანებით ზდასრულ ასაკში. გარდა ამისა, შესაძლებელია მოსე გაბრაზებულიყო ისრაელიანებზე იმ უამრავი, განმეორებადი საყვედურების გამო, რომელსაც მას ესმოდა მთელი გზის განმავლობაში. იმ დღიდან მოყოლებული, როდესაც
გადარჩენის გამოსყიდვის იდეით მივიდა ის ისრაელიანებთან ეგვიპტეში. გახსოვთ? როდესაც ფარაონის წინაშე დადგა და უთხრა მას, გადასცა მას ღვთისნება, რომ გამოეშვა ფარაონს ისრაელიანები. ფარაონი განურისხდა მას და ებრაელებს გაუზარდა სამუშაოები. ამის სანაცვლოდ მისმა მოძმეებმა რა უპასუხეს მოსეს? საყვედური და უკმაყოფილება. ამ დღიდან მოყოლებული მთელი გზის განმავლობაში მოსეს საყვედურობდნენ. თუ თქვენ ზემორე მუხლებს წაიკითხავთ და ეს არის ის, რაც ახლა ჩვენ ვაკეთებთ ლიტერატურულ კონტექსტში ნაწყვეტის განხილვა, აღმოაჩენთ, რომ მთელი ხალხი დრტვინავდა მოსეს მიმართ. მათ მოაწყვეს ამბოხი, ნამდვილი ამბოხი. და შეხედეთ, რას იძახდნენ. ისინი ამბობდნენ, ნეტავ ჩვენ მაშინ დავხოცილიყავით, როცა ჩვენი ძმები იხოცებოდნენ უფლის წინაშე. რად მოიყვანეთ უფლის კრებული ამ უდაბნოში, რომ დავიხოცოთ აქ ჩვენ და ჩვენი საქონელი? შეხედეთ, როგორ აფასებენ ისინი გადარჩენას, გამოსყიდვას, გათავისუფლებას მონობიდან, ეგვიპტიდან გამოსვლას, როგორ აფასებენ. რა დამოგვიყვანეთ ეგვიპტიდან, რომ მოგვიყვანეთ ამ უვარგის ადგილზე, რომელზედაც არ ითესება, არც ითესება და არც ლეღვია და არც ვაზი, არც ბროწეული და წყალიც კი არაა დასალევად და წავიდნენ მოსეს და აარონის კრებულისაგან, საკრებულო კარვის შესასვლელისაკენ და დაეცნენ პირქვე და გამოეცხადა დიდება უფლისა. პრაქტიკულად ისინი საყვედურობდნენ მოსეს, აარონს, ეს იყო საყვედურის რაღაც უკიდურესი ფორმა. მოსემ მიმართა კიდეც მათ და უთხრა, კითხულობ ჩვენი ნაწყვეტიდან, ისმინეთ ურჩებო. ნახეთ როგორ მიმართავს. ისმინეთ ურჩებო. ამ მტისაგან ხომ არ გამოგიდინოთ წყალი. როგორი კაცი იყო მოსე? რა წერია ბიბლიაში? მე-12 თავში წერია, რომ მოსე იყო თანამედროვე ქართულ თარგმანებში, მეგობრებო, წერია, რომ ის იყო თავმდაბალი. თუმცა ერთ თარგმანში წერია, რომ უთვინიერესი. მაგრამ წმიდა გიორგი მთაწმიდელის თარგმანში, მისი რედაქციით წერია, რომ ის იყო ფრიად მშვიდი. ანუ მშვიდი. რაჭველი იყო. ძალიან წყნარი იყო. მშვიდი იყო, თავმდაბალი იყო, უთვინიერესი იყო. ასეთი ადამიანი გამოიყვანეს წონასწორობით. რა თქმა უნდა, ჩვენ როდესაც ვლაპარაკობთ მოსეზე და მის სამ საქციელზე, არც კი ვბედავთ, შევადაროთ ჩვენი თავები მოსეს, მაგრამ ეს ამბავი ხომ ჩვენთვის არის დაწერილი. წმინდა პავლე მოციქული გვასწავლის, რომ ყველაფერი რაც აღიწერა, ჩვენთვის აღიწერა, ჩვენს დასარიგებლად და ჩვენ ამ ამბავიდან დარიგება უნდა მივიღოთ. გასაგებია, რასაკვირველია, ჩვენი პასუხისგებლობა და ჩვენი მისია ვერასოდეს ვერ იქნება ისეთი, როგორიც მოსესი იყო, მაგრამ ყველას ჩვენ გვაქვს ჩვენი მისია, ჩვენი გზა გასასვლელი. და ჩვენს გზაზე შეიძლება უამრავი წინააღმდეგობა შეგხვდეს. საყვედურები მოვისმინოთ, უკმაყოფილოებები, სხვადასხვა ადამიანებთან მოგვიხდეს ურთიერთობა. მოსესნაირად ვერა, რა თქმა უნდა, არც კი ვედრებით მოსეს. ვინ შეედრება მოსეს? დიდ რჯუმდებელს. 3 მილიონ ადამიანთან ქონდა ყოველდღიური ურთიერთობა. და თანაც როგორი ადამიანები იყვნენ? მუდმივად საყვედურობდნენ. მუდმივად უკმაყოფილოები იყვნენ. მუდმივად ლაპარაკობდნენ უფლის წინააღმდეგ. წარმოგიდგენიათ, ეხა 24 საათი ურთიერთობა ადამიანთან, რომელიც არასოდეს კმაყოფილი არ არის.
ერთთან რო გექნება და ორთან უკვე ცუდად ხარ, ხომ ასია? და ხა 3 მილიონთან. რომელიც გადანაშაულებს შენ, ნახე რა სიტყვებით მიმართეს. რა სიტყვებით? რატომ მოგვიყვანეს საერთოდ აქო? ჩვენი მოკლა გინდოდაო? გადაარჩინა ხალხი, იხსნა ხალხი. მონობისგან. რატომო? რა კარგი იყო ძველი დრო, 35 მანეთი ღირდა ბილეთიო. სამედიცინო დახმარება უფასო იყო. გინდოდა თავისუფლება, ვახია თქვენზე, აჰა, იგემე თქვენი თავისუფლება. რამდენი მისტერის იმ საზიზღარ დროს. დღესაც ეს 35 ლარი უკვე ის გახდა. ეს ბილეთის ფასი. რა კარგი დრო იყო. უფასოდ გქონდა ყოველ ხუთშაბათს თევზი. ნახეთ რას ამბობენ. აქ არც ბროწეულია, არც ლეღვია. მათ სიტყვებს უსმინეთ. წყალიც კი არ არის დასალევი. არა და ისინი გაათავისუფლა ღმერთმა მოსეს ხელით. აარონის ხელით, მირიამის ხელით. მაგრამ ისინი რჩებოდნენ უკმაყოფილოები. მესამე ფაქტორი შეიძლება უკვე ასაკი. იცით, ახალგაზრდა როდესაც ხარ, უძლებ ამ ყველაფერს. მაგრამ როდესაც ასაკში შედიხარ, უკვე იღლები. იღლები 24 საათიანი საყვედურებისაგან. მუდმივი წინააღმდეგობისაგან. ასია თუ ისე ბიბლიაში მოხსენიებულია ყოველ შემთხვევისათვის და ექვთიმე ზიგაბენი სწორედ ფსალმუნთა წიგნის განმარტებისას, კერძოდ 105 ფსალმუნის განმარტებისას, მეფსალმონის ამ სიტყვებს იშველიებს 105 ფსალმუნში. 105 არის 104 ფსალმუნის გაგრძელება, სადაც აღწერილია ისრაელიანების ცხოვრება, გამოსყიდვა. ავტორი უცნობია. 105 ფსალმუნში წერია სული გაუმწარეს. და გამოთქვა თავისი ბაგეებით. ნახეთ რა გაუკეთესო. სწორედ აი ამ მუხლებს განმარტავს ექვთიმე ზიგაბენი 105 ფსალმუნი 32-33 მუხლები. გააჯავრეს მერიბის წყალზე და დაისაჯა მოსე მათ გამო. აი რატო გაბრაზდა? უბრალოდ კი არ გაბრაზდა. გააჯავრეს, რადგანაც სული გაუმწარეს. სანამ ახალგაზრდა იყო, ითმენდა ეს წყნარი კაცი, ფრიად მშვიდი ადამიანი, უთვინიერესი, მორჩილი, თავმდაბალი. მაგრამ მეფსალმუნი ამბობს, 105 ფსალმუნის ავტორი, გაამწარესო და გამწარებულმა ადამიანმა წარმოთქვა ის სიტყვები, რაც წარმოთქვა. წმინდა გრიგოლ ნოსელი გვასწავლის, რომ რისხვა ყოველთვის არ არის დანაშაული. რა თქმა უნდა. რისხვა კეთილ საქმეს უნდა ემსახურებოდეს წესით. როდესაც ის დროულია და შესაბამისი მიმართულებით ვლინდება. რისხვაზე ლაპარაკობენ, რომ რისხვა შეიძლება იყოს სამართლიანი. რისხვა შეიძლება იყოს გონივრული. რისხვა არის შედარებული კოპაკს. კოპაკი. ძაღლს. რომელიც იცავს სახლს. რისხვა ეს არის ძაღლი, რომელიც იცავს სახლს, მაგრამ შეხედეთ, თუ ძაღლი უყებს, უღრენს და უტევს ქურდებს ან ყაჩაღებს, რომლებიც ამ სახლს თავს ესხმის, მაშინ ქების ღირსია ასეთი კოპაკი,
თუ არა, რო რეაგირებს. მაგრამ თუ ეს ძაღლი უყებს, უღრენს და კბენს ყველა სტუმარს, ოჯახის წევრს, მაშინ ის არის უკვე არა სასარგებლო, არა ქების ღირსი, არამედ ბოროტების ჩამდენი. გახსოვს ხო, შენმა ძაღლმა როგორ უკბინა შენს შვილს? ძაღლი ოჯახის პატრონს კი არ უნდა კბენდეს. მოძულეს უნდა კბენდეს. ცველი ძაღლი, სახლის ძაღლი. ასევეა რისხვა. ეკლესიის მამები განმარტავენ და ქრისტიანულ ტრადიციაში აღიარებულია ეს აზრი, რომ რისხვა, როგორც ჩვენი სამშვენიველის გამოვლინება, თავდაპირველად უნდა ემსახურებოდეს, ან ემსახურებოდა, ან ასეთი ჩანაფიქრი იყო. კეთილმისიას, სულის დაცვას, ბოროტებისგან. ქრისტეც გვასწავლის ქადაგებაში მთასაზე და თუ შენ ძმას განურისხდები როგორ? ტყუილ უბრალოდ წერია. ანუ რისხვა ყოველთვის ცუდი არ არის. ტიმ კელერს აქვს შესანიშნავი ქადაგება რისხვის შესახებ. ყველას ურჩევდი მის ნახვას. და ამ ქადაგებაში, თუ არ ვცდები ამ ქადაგებაში, ის ციტირებს წმინდა იოანე ოქროპირს, რომელიც ამბობს, რომ იქ, სადაც არ არის საჭირო, როდესაც ვლინდება რისხვა, მაშინ არის ის ცუდი. და მაშინაც არის ცუდი, რომ იქ, სადაც საჭიროა, რომ გამოვლინდეს რისხვა და არ ვლინდება რისხვა. საოცარი დაკვირვებაა რა, კელერი ციტირებს წმინდა იოანე ოქროპირს. იქ, სადაც საჭიროა რისხვა და როდესაც არ რისხდები და ამბობ, არა უშავს, მერე რა. და იქ, სადაც არ არის საჭირო რისხვა და იქ ავლენ რისხვას. შესანიშნავი შედარებაა ქოფაკთან, დარაჯ ძაღლთან. ეს რისხვა უნდა უყებთეს მტერს, ჩვენი სულის მტრებს, მანკიერებებს, ბოროტებას. მაგრამ როგორც კი ის სხვა მიმართულებით ყებს, ღრენს და კბენს, უკვე ის არის ცოდვა. ამიტომაც ამბობს იაკობი თავის წერილში, წმიდა მოციქული, რომ ადამიანის რისხვა არ ქმნის ღვთის სიმართლეს. წერია თუ არა? წერია. ბრძენი სოლომონი იგავთა წიგნში ამბობს 22 თავში, რომ რისხვა მრავალ დანაშაულს ჩადის. ყველაფერს რო თავი დავანებოთ, მრისხანება არის ერთ-ერთი 7 მთავარი ცოდვათაგანი. აბა გავიხსენოთ წმინდა გრიგოლ დიდი, წმინდა გრიგოლ დიოლოგოსი, წმინდა გრიგოლ პირველი, რომელმაც დაასახელა 7 მთავარი ცოდვა. ამპარტავნება არის მშობელი და ფესვი 7 მთავარი ცოდვისა და ერთ-ერთი ცოდვა ამ 7 ცოდვისგან არის მრისხანება. შეგიძლიათ ჩამოთვალოთ ეს 7 ცოდვა, მთავარი ცოდვა. აბა დავიწყოთ, დამეხმარეთ. პირველი. არა, თამილა. ამპარტავნება ეს არის ფესვი, საიდანაც გამოდის ეს ყველაფერი. მშობელი, დედა ამ ცოდვებისა. პირველი რა არის? ოჯახ, ქართულად? პირველი რა არის? პატივმოყვარეობა. შემდეგ წმინდა გრიგოლმა არა მარტო ჩამოთვალა, გარკვეული რიგითობა მიანიჭა თითოეულს. გსმენიათ, როდესმე რომ ეკლესიაში ვინმე დაესაჯათ, ან დისციპლინა გამოეყენებინათ, ან გაერიცხათ პატივმოყვარეობისათვის. ესა და ეს ძმა გაერიცხება ეკლესიიდან პატივმოყვარეობის ცოდვის გამო. არა და პატივმოყვარეობა ამ 7 არსებობს 7 მთავარი ცოდვა. ეს 7 მთავარი ცოდვა თავის მხრივ შობს კიდევ სხვა უამრავ ცოდვას, მაგრამ 7 არის მთავარი, კარდინალური. მთავარი. ეკლესიიდან ხშირად რიცხავენ რა ცოდვის გამო? ლოთობის გამო. თქვენ მრუშობის, ესე იგი ლოთობასაც აღარ დაინი, მარტო მრუშობა იყოს, ხო?
ლოთობა არა, ლოთობა დასაშვები იყოს. მრუშობის გამო, ლოთობის გამო, მაგრამ ეს წმიდა გრიგოლთან რომელ ადგილას არის ეს ცოდვები, ეს მძიმე ცოდვები? უკანასკნელ ორ ადგილას. ჩამოვთვალოთ, პატივმოყვარეობა, მეორე. კიდევ. შური, გრიგორ, გრიშა. მეორე რომელია? მეორე რომელია? შური, მესამე, მრისხანება, მეოთხე? არა. მეოთხე რა არის? არა. ნაყროვანება უკვე გითხარით. ბოლო ორ ადგილს იკავებს, ანუ მე-6, მე-7 ადგილს. ნაყროვანება და სიძვა. ანუ გარყვნილება. ნახეთ, ხორციელი ცოდვები ბოლო ორ ადგილს იკავებს. და სულიერი ცოდვები პირველ ადგილს, ის არის ლიდერი ცოდვები. როდესაც გაგიგიათ, რომ ეკლესიაში ვინმე გაურიცხავთ შურის გამო, არადეს უფრო მძიმე ცოდვა, შური. მრისხანების გამო, მრისხანება, შური, ამპარტავნება, კიდევ მოწყენილობა, იმედგაცრუება. ეს არის ერთ-ერთი მძიმე ცოდვა. იმედგაცრუება, მოწყენილობა. და კიდევ დაგვრჩა ერთი, ძალიან საზღარი ცოდვა. იანა, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს არის მე-6, რას ჩააცივდით ამ ხორციელ ცოდვებს, მარტო ხორციელი ცოდვების გარდა არაა ცოდვები? შერაც თქვი, მაგას თქვი ნაყროვანება. მაგია მე-6. წმინდა გრიგოლმა მე არ დამადანაშაულოთ, მან ჩამოაყალიბა ასე, დაალაგა არეულად მყოფი ცოდვები თავის ცნობილ ყველაზე დიდ ნაშრომში, მის განმარტებანში, იობის წიგნზე, ასე ეკუთვნის განმარტებანი იობის წიგნზე, სწორედ იქ დაასახელა 7 მთავარი ცოდვა, რომელიც ებრძვის ჩვენ სულს და რომელთა გადასარჩენა ჩვენი სულის აი ამ ცოდვებისაგან მოევლინა გამომსყიდველი. აი ასეთ კონტექსტში ის ასახელებს ამ ცოდვებს და მას შემდეგ ქრისტიანულ ტრადიციაში არანაირი აზრი არ შეცვლილა ამ 7 მთავარი ცოდვის დასავლურ ეკლესიაში შესახებ. და წმინდა გრიგოლი ვინც არის, მოგეხსენებათ, ის არის ერთ-ერთი 4-თაგანი დასავლური ლათინური ეკლესიის ფუძემდებელი. დიდი მამა, გრიგოლ დიდი, გრიგოლ დიოლოგოსი, გრიგოლ პირველი. ჩვენ ყველა ჩამოვთვალეთ, ეს 7 ცოდვა ერთი დაგვრჩა, აბა რომელი? ანგარება, ერთ-ერთი სასტიკი ცოდვა. ანგარება, როცა ადამიანი ეძებს ყოველთვის გააკეთოს გამორჩენის მიზნით, დაეხმაროს გამორჩენის მიზნით, ილოცოს გამორჩენის მიზნით, დაპატიჟოს გამორჩენის მიზნით, რაღაცის გამო აკეთებს ამას, რომ სარგებელი მიიღოს. ესეც არის ერთ-ერთი მთავარი ცოდვა. მაშასე, მრისხანება ეს არ არის ხელწამოსაკრავი ემოცია. მრისხანება ეს არის ემოცია, რომელიც ვრცელდება მსუბუქი გაბრაზებიდან, უпростоრად, მსუბუქი გაღიზიანება და გაბრაზებაც მრისხანება და უკიდურეს მძინვარებამდე, გააფრთებამდე, გაშმაგებამდე. ესე იგი მძინვარება და უბრალო გაღიზიანება, აი დიაპაზონი მრისხანებისა. ვიმეორებთ იმავე აზრს. ჩვენ არ ვედრებით მოსეს და არავინ არ გაკიცხოს მოსე და თქვას, აი როგორ დაემართა ამ კაცს ასე. შენ და მე ყოფილიყავით, რას გავაკეთებდით, ალბათ უფრო უარის. ამიტომ ნუ იქნებით მკაცრი. მაგრამ ფაქტია, რომ ის გამძვინვარდა. ნახეთ როგორ მიმართა, ისმინეთ ურჩებო. ისმინეთ ურჩებო. აი ამ რისხანების გამო
აი ამ საქციელის გამო ის როგორც ფსალმუნში წავიკითხეთ 105 ფსალმუნში ლაპარაკობს წარეს სიტყვებს. სხვადასხვა სხვა თარგმანში ცოტა სხვანაირად არის. არ ვიცი, ვინმე იყენებს 2013 წლის თარგმანს? ვინმეს აქვს 2013 წლის? გიორგი გააქვს შენ 2013? ტელეფონში არა გააქვს ამ წუთში? აი გააქვს გადაშლილი აპლიკაცია. კარგი, 105-ს 33 როგორ არის? აი, ნახეთ 21 თარგმანში ეს არ არის. როგორი სიტყვები წარმოთქვა? აჩქარებული სიტყვები. სულ იმდენად გაუმწარეს, იმდენად გაბრაზდა, რომ აჩქარებული სიტყვები წარმოთქვა. და რა იყო ეს სიტყვები? ნეტარი თეოდორიტე კვირილი გვარწმუნებს, რომ ეს იყო ეჭვის სიტყვები. ის პირდაპირ ცემს პასუხს მისსავე დასმულ შეკითხვას. რატომ გაბრაზდა ღმერთი მოსეზე? ნეტარი თეოდორიტე პასუხობს. იმიტომ რომ მოსემ წარმოთქვა ეჭვის სიტყვები. რა სიტყვები წარმოთქვა? არასათანადო სიტყვები. რა უნდა გაეკეთებია მოსეს? მოსეს კლდისთვის უნდა ეთქვა სიტყვები. ნახეთ რა უთხრა უფალმა, რა წავიკითხეთ ტექსტში. აიღე კვერთხი, შეკრიბე თემი და უთხარით კლდეს. რა გააკეთა მოსემ? კლდეს უთხრა? არა. კლდეს უთხრა გადმოდი წყალო? არა. მიუბრუნდა ხალხს და ეუბნება, ისმინეთ ურჩებო. ამ კლდისაგან ხომ არ გამოგიდინო წყალი, ანუ ეს კლდე წყალს მოგცემთო? თუმცა ეკლესიის ტრადიციაში იგულისხმება, რომ მოსემ ეს ეჭვის სიტყვები ბაგეებით წარმოთქვა და არა გულით. მაგრამ გინდ ბაგეებით, გინდ გულით ეს იყო ეჭვის სიტყვები. ცოტაც მომითმინეთ, არ დაიძინოთ, ცოტაც მომითმინეთ, გამოიღვიძეთ. ცოტაც. მესმის რომ დაღლილები ხარ, იავნანასავით არის ახლა ჩემი სიტყვა, მაგრამ მერწმუნეთ რომ ძალიან სევდიანი ნაწყვეტია. ძალიან სევდიანი ნაწყვეტია. მე აქედან კარგად ხედავ თვალები როგორ ადის ზოგჯერ მაღლა და ქუთუთუები იკეტება. და იწყება ღრმა ძილი, მაგრამ თლად ღრმად ვერა, იმიტომ რომ გაჩერებთ ხოლმე. მაგრამ ღრმა ძილი შეიძლება. არ არის კარგი ამბავი, რასაც ვკითხულობთ, ხო? ამაზე არ დაგეძინოთ მაინც. არ არის სახალისო. მრისხანება. რამდენს ვცოდავთ ჩვენ მრისხანებაში? შეიძლება მოსესნაირად ჩვენ არ მიყვავს ხალხი აღთქმულ მიწაში, მაგრამ შენი უნარი გაბრაზდე ან არ გაბრაზდე, გამძინვარდე, იცით სად შემოწდება, როდესაც რიგში დგახარ. როდესაც საცობში დგახარ. როდესაც სხვა უძდელურად მოგექცევა. როცა ისე არ მოგექცევა, როგორც შენ გაქვს მოლოდინი და აი იმ მომენტში შენი ქოფაკი შეიძლება გამოვარდეს. შენი ქოფაკი შეიძლება გამოვარდეს, აყებდეს. მაგრამ ეს ქოფაკი უნდა ავაყვიროთ სხვა შემთხვევაში, როგორც ეკლესიის მამები გვასწავლიან. ეს ქოფაკი უნდა ყვიროდეს იქ, სადაც უნდა ყვიროდეს, სულის დასაცავად, ბოროტების საწინააღმდეგოდ, დემონების წინააღმდეგ. წერია შეხედა იესომ რისხვით. როდესაც ქრისტიანი უღიმის, ეშმაკს და უბრაზდება თავის ძმას, უარი შეცვლილი მრისხანების ვექტორი. როდესაც მანკიერებებზე ამბობს არაფერს და თავდაბლურად თავს უხრის ამ ყველაფერს, არ ბრაზდება, არ რისხდება, თუნდაც საკუთარ თავის ცოდვებზე არ ბრაზდება. მაგრამ სამაგეროდ ბრაზდება სხვის ცოდვებზე. ანუ ეს ქოფაკი ჩვენთან არის, ეს რისხვა ჩვენი ნაწილია. ჩვენ ღვთის ხატად და მსგავსად ვართ შექმნილი. ღმერთს გააჩნია იუმორის გრძნობა. რა თქმა უნდა. ღმერთს გააჩნია გულისწყრომა და გაბრაზება. კი, მაგრამ შეიძლება ვინმე თქვას, რომ ღმერთის გულისწყრომა არ არის სამართლიანი. არსებობს
გონივრული, სამართლიანი რისხვა და არსებობს ძალიან უსამართლო რისხვა, ცოდვილი რისხვა. იაკობი ამბობს, ადამიანური რისხვა არ ქმნის ღვთის სამართალს, მაგრამ წმინდა პავლე ამბობს, განრისხდით, ოღონდ არ შესწოდოთ. აი ეს არის სამართლიანი ღვთისათვის მოსაწონი რისხვა. მე გეტყვით, რო არ დაგეძინოთ რა უნახნათ. მე გამომიცდია. მე არ გსაყვედურობთ, არც კიცხავთ თუ გეძინებათ, არა, იმიტომ რომ მე თავად ყოფილა ამ დღეში. ვინც ეწევით თქვენ შორის? ვინმე ხართ, ვინც ეწევით? რატომ ეყურებ ასეთ თვალები? ასანთის ღერია, დაიჭირეთ ასე და ჩაიდგით თვალებში. ან შემოულაწუნეთ თქვენს თავს. ან ილოცეთ, რომ ჩქარა დავასრულო. მართლა გამომიცდია ეს საშინელება. მაგრამ რა ვქნა, ხო უნდა დავამთავროთ ეს აზრი. რა ვქნათ? მოსეს ბრალია, ჩემი ბრალი არ არის. ეს ტექსტი გვასწავლის, რომ ჩვენ თუ ამბობენ, რომ მოსემ ამ დროს გამოიჩინა სულ მოკლეობა, რომ ჩვენ ყოველნაირად უნდა გავექცეთ ცოდვილ რისხვას. მიუხედავად იმისა, თუ რა კონტექსტში იმყოფებოდა მოსე, ის იყო ძალიან გამძვინვარებული. მისი სიტყვები იყო ეჭვის სიტყვები. იცით, სიტყვები ყველაზე მეტად ალბათ ადამიანის სიტყვებში სწოდავს. იაკობი ამბობს, ისევ იაკობი, ვინც სიტყვაში არ სწოდავს, მოწიფული ზრდასრული ადამიანი არის. აბა რომელი მცნება არის მიმართული იმ ცოდვის მიმართ, რომელიც ადამიანის სიტყვებით სჩადის 10 მცნებათა შორის. აი 10 მცნებათა შორის თქვენ ხომ იცით ყველა მცნება 10. აი ერთ ხო ხედავთ რა კარგად იცით. ყველა მიცით 10 მცნება, რო დავიწყო აქედან, ყველა მიპასუხებთ 10 მცნებას. თქვენ ხო ქრისტიანები ხართ. 10 მცნებას. გამოვცადოთ ახლა. 10 მცნება. ბავშვებმა იციან საკვირაო სკოლიდან 10 მცნება. რომელი მცნება არის უშუალოდ მიმართული ცოდვის მიმართ, იმ ცოდვის მიმართ, რომელსაც ადამიანი სიტყვის საშუალებით სჩადის. ერთი უკვე თქვით, რომელი მცნებაა მაგი? კი, რომელია რიცხვი მითხარით? ოჩახ თაზო 9. არ გამოხვიდეთ სრულ მოწმედ შენი მოყვასის წინააღმდეგ. კიდევ არა მოიღო სახელი უფლისა ღვთისა შენისა ამაოსა ზედა. ანუ ტყუილ უბრალოდ. ტყუილ უბრალოდ როცა ამბობენ ოი ღმერთო, ო უფალო, ღმერთმა იცის. ეს არის უკვე სიტყვის მასალად გადაქცეული. უფალი ამას არ დავტოვებ დაუსჯელად არავის, ვინ ჩემს სახელს ახსენებს. ასე წამდაუწუმ, მოწიწების გარეშე, რწმენის გარეშე, სიყვარულის გარეშე. განსაკუთრებით ინგლისურენოვან ფილმებშია. OMG. არ შეიძლება უფლის სახელის ყოველწამიერად ასეთი მოხსენიება. ჩვენ ხედავთ, რომ ადამიანს შეუძლია შესწოდოს არა მარტო ემოციით, ამ შემთხვევაში მრისხანებით, არამედ არასწორი სიტყვებით და ეს სიტყვები ზოგჯერ შეიძლება იყოს ეჭვით ახსავსე სიტყვები. აქ არის ლაპარაკი არა უბრალოდ სიტყვებზე, სიტყვები შეიძლება იყოს მიმართული ღვთის წინაშე. შეხედეთ 10 მცნებაში სიტყვები, მესამე მცნება არეგულირებს სიტყვებს ვის მიმართ? ღვთის მიმართ. მეცხრე მცნება არეგულირებს სიტყვებს ვის მიმართ? ადამიანების მიმართ. წმინდა პავლე მოციქული ამბობს, ნუ ბილდ სიტყვაობთ. ქრისტიანებისთვის ყოველად დაუშვებელია ნებისმიერი ფორმა ბილდ სიტყვაობისა. არც ერთი უშვერი და ბილწის სიტყვა არ გამოვიდეს თქვენი პირიდან. ზოგჯერ ადამიანის მეტყველება
კანალიზაციას გავს. სიმყრალე დგება პირდაპირ. იმდენი უწმაწური სიტყვა შეიძლება გადმოვიდეს. იაკობი ამბობს, ისევ იაკობი, დღეს მე რამდენიჯერ ვახსენებთ მოციქულ იაკობს. მე რამდენიჯერ ვახსენებთ. ეთყობა გვაკვირდება ზეციდან. ის ამბობს, რომ არ შეიძლება ერთი წყაროდან, ერთი სათავიდან ორი სხვადასხვანაირი რამ მოდიოდეს. არ შეიძლება იწყებლებოდე, იგინებოდე და შემდეგ იმავე ბაგეებით მოდიოდე და ალილუიას გაიძახოდე. ანან ეჭვის სიტყვები, ეჭვით ახსავს ეს სიტყვები. ისმინეთ ურჩებო. მე ფსალმონი ამბობს და ამაზე მიუთითებს ექვთიმე ზიგაბენი, რომ სწორედ ხალხმა იძულა. იცით, როდესაც ადამიანი იმყოფება, შეიძლება იმყოფებოდეს უკონტროლო ემოციაში, ძინვარებაში, მრისხანებაში, როგორც 2013 წლის ნაზი თარგმანი ამბობს, აჩქარებული სიტყვები შეიძლება გამოუშვას პირიდან. შემდეგ ინანოს კიდეც. რატომ თქვიო ეს? გაბრაზებული იყო. და თქვა. იმის ვაგიროთ, რომ ქვისთვის, კლდისთვის ეთქვა სიტყვები, როგორც ღმერთმა დაავალა, ხალხს მიმართა, არასათანადო სიტყვები. ხშირად ჩვენ ვაკეთებთ შეცდომას, როდესაც უფლის მცნების საწინააღმდეგოდ ვლაპარაკობთ. არ ვლაპარაკობთ იმას, რაც საჭიროა და იმასთან, რაც საჭიროა. ბიბლიაში გახსოვთ თუ არა, მიმართვა ზოგისთვის შეიძლება იყოს ძალიან გაუგებარი, როგორ შეიძლება კლდეს ელაპარაკო. აი რო ნახოთ, რომ ადამიანი დგას და შენობას ელაპარაკებოდეს, რას იფიქრებს? ან მოსი, ან გიჟია, ხო? რა უთხრა ღმერთმა? ცოტა უცნაური რამ უთხრა, წადი და კლდეს ელაპარაკება. შეიძლება ვინმე ხა ალეგორია ჩართოს და თქვას, რომ იქნებ ეს ალეგორიულად ნიშნავდა ადამიანებს, იმიტომ რომ მათ გაქვეებული გულები ქონდათ, ხო ხედავთ? ეს არის უკვე ალისა საოცრებათა სამყაროში. ალეგორია, ამიტომ ძალიან საშიში რამ არის. ალეგორია ეს არის ძალიან საშიში რამ. ძალიან უმადური რამ ბიბლიასთან დაკავშირებით, იმიტომ რომ უამრავი ალეგორია შეიძლება ჩართო ამ დროს. მაგრამ ღმერთმა უთხრა, წადი და დაელაპარაკე კლდეს. გინახიათ, როცა მანქანა არ იქოქება, ან რაღაც არ მუშაობს, ადამიანი გაბრაზებული ელაპარაკება ნივთს, ან იქნევს, ან ანჯღრებს, ან ამტრევს. რამდენიც გინდა, თქვენ დაგიმტრევიათ ალბათ, ხო? მოგიქნევიათ, გადაგიქცევიათ, არ მუშაობს. დაგიმტრევიათ. შეგიგინებიათ. არა, შეგინებთ, როგორ გეკადრებათ, თქვენ ხო იმისთანაც წმინდანები ხართ, რომ მეცხრე წყვილი ფრთა განმოდის უკვე ზურგიდან. იცით რა? მოსეზე წერია, რომ დედამიწის ზურგზე ყველაზე მშვიდი იყო. მანაც ვერ გაუძლო. თქვენ მოსეზე უფრო მაგრები ხართ? ურწმუნო სიტყვები. ძალიან უცნაური რამ უთხრა ღმერთმა, წადი და ქვას დაელაპარაკეო. აი მოსეს თვინიერება. მის სასარგებლოდ უნდა ითქვას, არ უთქვამს ღმერთო ეს რა უცნაური რამაა, 3 მილიონის წინაშე ვიდგე და ქვას ველაპარაკო. ახალ თქმაში თქვენ ხედავთ მსგავს, როცა უსულოს ელაპარაკება ვინმე? მე მახსოვს ახალ თქმაში. კი, ახალ თქმაში. რატო გისვამთ იცი ხშირად კითხვები და მინდა მოვისმენთ, რომ არ დაგეძინოთ? სიტყვაა და ეს იწევს. ახალ თქმაში სად არის, აბა? კი. იესო ელაპარაკა ხეს. არ დაელაპარაკა ხეს, თუ მოწაფეებს ხეს უთხრა. რაღაცა უთხრა ხეს.
შესაქმეს წიგნში ჩვენ ვკითხავთ, რომ ღმერთი ელაპარაკება მიწას, წყალს. მიწამ აღმოაცენოს, წყალმა აღმოაცენოს. თითქოს მათ ესმის. მაგრამ ეს არის შემოქმედებითი სიტყვა. მოსეს უნდა ეთქვა სიტყვა, უფალმა დაავალა ეს სიტყვა უნდა ეთქვა. იესო აგრეთვე ელაპარაკებოდა დაავადებას. წერია თუ არა დაავადებას? შერისხა დაავადება. დაავადებას აქვს ყურები, რომელიც ისმენს მხოლოდ ქრისტეს სიტყვებს. რომ გაქრეს. ასე წერია შერისხა, სიტყვა უთხრა დაავადებას და დაავადებამ დაიხია უკან. არასათანადო სიტყვები. ეს ტექსტი ჩვენ გვასწავლის, რომ ჩვენი სიტყვები იყოს გაჯერებული რწმენით. საიდან ჩანს, რომ აქ ურწმუნოება? შეხედეთ მე-12 მუხლში რა წერია და უთხრა უფალმა მოსეს და არაონს, რადგან არ მერწმუნეთ. არის თუ არა ურწმუნოებაზე ლაპარაკი? არ მერწმუნეთ წერია ტექსტში. არ მერწმუნეთ. ნეტარი თეოდორი ტეკვირელი ამბობს, მათი სიტყვები იყო ურწმუნოების სიტყვები, ეჭვის სიტყვები. იმიტომ რომ ისმინეთ, ურჩევო, ამ კლდიდან ხომ არ გამოგიდინოთ წყალი? ამ კლდიდან ხომ არ გამოგიდინოთ წყალი? ჩვენი სიტყვები უნდა შეესაბამებოდეს უფლის დაწერილ სიტყვას. ჩვენი სიტყვები უნდა იყოს რწმენის სიტყვები, ვისაც გულით წამს და ბაგეებით აღიარებს. ის ცხონდება, ასე წერია. მაგრამ თუ ბაგეებით აღიარებ და გულით არ გწამს, ასეთ სიტყვებს რა ქვია? იზო. რა ქვია ასეთ სიტყვებს, როცა ამბობს სიტყვებით, მაგრამ გულით არ გწამს? ცარიელი, ყალბი. ცხონდება ის, ვისაც გულით სჯერა და ბაგეებით აღიარებს. ანუ გამორიცხულია ყოველგვარი ეჭვი. არასათანადო ქცევა. შესაძლებელია თქვენ წარმოიდგინოთ გაბრაზებული, განრისხებული მოსე, რომელიც ურტყამს ქვას. იმის ვაღიაროთ, რომ უთხრას ქვას, ეს არის მისი მესამე საქციელი. თანაც ურტყამს ორჯერ. რატომ ორჯერ? ეგვიპტეში ერთხელ იყო საკმარისი. რამდენჯერ დაარტყა ნილოს, უпроцарად გაიწოდა ნილოსისკენ. იქ არ წერია განმეორებითი მოქმედებები. ერთხელ იყო საკმარისი და აქ ჩვენ ვხედავთ გაბრაზებულს, რომელიც ურტყამს ერთხელ, ურტყამს მეორეჯერ. თითქოს ურტყამს მათ გაქვეებულ გულებს. ერთხელ, ორჯერ. გამოფხიზდით, რა დაგემართათ? დავიღალე უკვე თქვენი საყვედურებით, უკმაყოფილოებებით, ურწმუნოებით. ასეთი შთაბეჭდება იქნება, რომ ის მოქმედებს თვითნებურად. მისი მოქმედება შეფასებულია როგორც თვითნებური მოქმედება. რატომ თვითნებური? ღმერთს არ უბრძანებია და გააკეთა. ღმერთმა უთხრა, აიღე კვერთხი, დადექი და უთხარი სიტყვა. მან რა გააკეთა? აიღო კვერთხი, დაარტყა, თანაც რამდენჯერ? ორჯერ. ამას ქვია თვითნებური მოქმედება. მეგობრებო, ქრისტიანობა ეს არ არის თვითნებური თაყვანისცემა. ეს არის დიდი საშიშროება ეკლესიაში იყო და რჩება. თვითნებურობა, თვითნებური საქციელი, რაც ვლინდება თვითნებურ თაყვანისცემაში, თვითნებურ მსახურებაში, თვითნებურ ასკეტიზმში და ასე შემდეგ. კოლოსელთა წერილი. 23 მუხლი. ამ ქალაქში, კოლოსეში კოლოსეში წარმოიშვა ცრუ სწავლება, კოლოსეში შეაღწია ცრუ სწავლება ანგელოზების თაყვანისცემის სახით, რაც უცხოა ქრისტიანობისთვის. მეორე თავი 23 მუხლი. ყოველივე ეს მხოლოდ იმდენად გავს ჭეშმარიტ სიბრძნეს, რამდენადაც მათში ვხედავ თვითნებურ თაყვანისცემას, თავმდაბლობას და თვითგვემოს. თვითნებურს, ასეა ბერძნულ ტექსტშიც. თვითნებური თაყვანისცემა, თვითნებური მსახურება, თვითნებური თავმდაბლობა, როცა ადამიანი თავად რაცხს, თავად იგონებს.
თაყვანისცემას, მსახურებას, თვითგვემას და არა ღმერთის გამოცხადების საფუძველზე. მას ასე სურს ემსახუროს ღმერთს, ასე სურს თაყვანისცეს ღმერთს. მაგრამ არა ისე, როგორც ღმერთმა გამოუცხადა. ჩვენი დრო ამოიწურა. დასასრულს უნდა ვთქვათ მნიშვნელოვანი. აი რა იმისათვის რომ ჩვენ არ გავიმეოროთ, არ აღმოჩნდეთ მსგავს შეცდომებში. იქნება ეს არასათანადო ემოცია, არასათანადო სიტყვა, არასათანადო ქცევა. იესო ქრისტემ თავის თავზე იწვნია, თავის თავზე მიიღო არასათანადო ემოციაც, არასათანადო სიტყვებიც და არასათანადო ქცევაც. რა ემოცია? იესოსი შურდათ, იესოზე გაბრაზებულები იყვნენ, უსამართლო. რა არასათანადო სიტყვები, როცა ითხოვდნენ ჯვარს აცვი ის და სცინოდნენ მას. და არასათანადო საქციელი ქმედება, როდესაც მას კლავდნენ და სიცოცხლეს უსპობდნენ. და რატომ იტვირთა მან ეს ყველაფერი? რატომ განიცადა მან საკუთარ თავზე არასათანადო მოპყრობა? სიტყვების, ემოციების და მოქმედებების სახით. იმისათვის რომ ჩვენ გადავერჩინეთ. იმისათვის რომ ჩვენ ქონოდა შესაძლებლობა სულიწმინდის ძალით არ გამომავლინოთ ცოდვილი რისხვა. ვილაპარაკოთ რწმენის სიტყვებით. და არასოდეს არ ვიყოთ თვითნება. არამედ დავემორჩილოთ მას მის სიტყვაში. და არ ვცეთ თაყვანი და არ ვემსახუროთ მას ჩვენი გამოგონილი თაყვანისცემით და მსახურებით. და ამას შევძლებთ, თუ ღმერთი დაგვეხმარება. ამინ.